დიდი მადლობა. მოგესალმებათ ვანო შოუ, მთავარი იუმორისტული შოუ, მთავარ არხზე ძვირფასო მეგობრებო. მეგობრებო, დღეს განსაკუთრებული გადაცემაა, რადგან ხვალ არის გადამწყვეტი დღე საქართველოს ისტორიაში. დღევანდელი მონოლოგიც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონოლოგი ვანოს შოუს ისტორიაში. 14 წლის წინ დავიწყე გადაცემა და 14 წლის მანძილზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონოლოგია ეს. მოგმართავთ ყველას, დიახ, შენც მოგმართავთ 18 წლის მოქალაქე. შენ, რომელსაც უკვე გაქვს ხმის მისცემის უფლება, 14 წლის წინ 4 წლის იყავ და ფუმფულა სათამაშოებით თამაშობდი და ისევე როგორც ჩემს გადაცემაშია მნიშვნელოვანი დღე, ასევე შენთვის არის მნიშვნელოვანი დღე. შენ უნდა გააკეთო არჩევანი, შენ ხარ ჩვენი ქვეყნის მომავალი, ამიტომ წადი არჩევნებზე, შეცვალე ქვეყანა, შეცვალე მომავალი. წესთან სიტყვების შემდეგ 200,000 კაცი უნდა მომყვებოდეს ძვირფასო მეგობრებო და მივიდიოდეთ ბიზნეს გადასაგდებად, მაგრამ ჩემი თავდაბლობის დედავატირე კი ვარ გამოკეტილი ამ გარაჟში რა. არა და შემეძლო ჩიტივით მენავარ და ქართული პოლიტიკის ცაზე, მაგრამ რა აუყურეთ ეს გარაჟი მიჩემ. გონი ყველა ხვდებით რომ ხვალ არის ამ ქვეყნისთვის გადამწყვეტი არჩევნები. მე მესმის რომ ადამიანებს ცხოვრებაში შეიძლება რაღაც გვეზარებოდეს, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო, ერთი რამ დაიმახსოვრეთ. მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ არის ერთი დღე, როდესაც არაფერი არ უნდა გეზარებოდეს. აბსოლუტურად. ეს არის ხვალინდელი დღე, 31 ოქტომბერი. ზოგადად, მოდი ესე ვთქვათ, ძვირფასო მეგობრებო, 4 წელიწადში ერთხელ ერთი დღე ავიღოთ, ეს არჩევნების დღე და აი ამ დღეს არაფერი გვეზარებოდეს, ხო შეიძლება რა. ხო შეიძლება, ავდგეთ და წავიდეთ არჩევნებზე. რა უცებ მოგვადგა ისე არჩევნების თარიღი. მე პირადად ძალიან გამიჭირდება არჩევნების შემდეგ, ძალიან. იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ ზეგიდან ვეღარ ვიხილავ მორბენალ და მოლაპარაკე გიორგი ვაშაძეს უხერხულად მოკაკულ 4-თიც და ჭიჭინაძის კრიალახებით ნათქვამს სიტყვებს სახალხო ტრიბუნიდან სახალხო ტრიბუნალამდე აღარ იქნება ეს. წინასაარჩევნო პოლიტიკურმა ტემპერატურამ პიკს მიაღწია ასევე ამომრჩეველთა მოსყიდვის ფასმაც. გახსოვთ წინა არჩევნებზე რამდენი ღირდა ერთი ხმა 20 ლარი. დღეს რამდენი იხდის ქართული ოცნება 200 ლარს. ძვირფასო მეგობრებო, ხალხო, სანამ ფულს ხელს მოკიდებთ, დაფიქრდით. 2016-ში 20 ლარი რომ მოგცა, იმის ამოსაღებად ხო ხედავთ რა დღეში ჩაგვაგდო. თქვენ წარმოიდგინეთ 200 ლარის ამოსაღებად, რაზეა წამსვლელი ეს ხელისუფლება, ამიტომ დაფიქრდით. ისე რა სიმბოლური ფასია, 200 ლარი. 200 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ უნიტაზი და იმავე უნიტაზში ჩარეცხოთ ხელისუფლება. რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ხმის სანაცვლოდ 200 ლარს გაძლევს, ძვირფასო მეგობრებო. ამიტომ ესეც შეიძლება, ესეთი რაღაცაც შეიძლება მოვიფიქროთ. მოდით მოსყიდვის ფაქტს ცოტა სხვა კუთხიდანაც შევხედოთ, ანუ ხელისუფლებას ისე ვგონია, რომ ხალხს 200 ლარს მივცემთ და ისინიც მოგცემენო. ანუ სუბუქი ყოფაქცევის ერი ვგონივართ, ძვირფასო მეგობრებო. ბოზები ვგონივართ ხალხო. აი ბოზები. ხო და მოვექცეთ ბოზურად, ფული გამოვართო და არ მივცეთ, ძვირფასო მეგობრებო, სხვა რა გითხრათ. როგორ და გამოვართვით ეგ 200 ლარი ხელისუფლებას და მერე მიდით და შემოხადეთ ვინმე სხვა. ნუ შეგეშინდებათ ხელისუფლების მუქარნარევი დაპირებების. მაგათო დაპირებების შესრულება შეეძლოთ, ფულის დარიგებას კი არ დაიწყებდი და კი არ დასჭირდებოდა. ესია. მოკლედ ძალიან აღელვებულია მთავრობა, ძალიან დაძაბულები აკეთებენ განცხადებებს, მათ შორის ტრადიციულად გამოირჩევა ირაკლი კობახიძე. მოდით ნახოთ რა განცხადება გააკეთა მან გუშინ. მე მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ. თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან ეს არის კობიაშვილი გდანში, ეს არის სუბარი სამგორში და ეს არის ქადაგიშვილი თელავი ახმეტა ყვარელი ლაგოდეხის ოლქში. თუ რომელიმე მათგანი ვერ მოიგებს არჩევნებს, მენახეთ რა კაფეოთ ვამბობ, მე წავალ პოლიტიკიდან. ერთი მათგანი მაინც თუ ვერ მოიგებს არჩევნებს. ირაკლი, ძალიან შეცდი. პირიქით უნდა გეთქვა, თუ ესენი არჩევნებს მოიგებენ, მე ვრჩები პოლიტიკაშიო. ასე რომ მე დღესვე შემიძლია მიულოცო 3 ადამიანს არჩევნებში გამარჯვება. ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს და გიორგი ბოტკოვეს ვულოცავ. არც ესკო გჭირდებათ, არც იფსოსი, არც არავინ. კობახიძემ გადაწყვიტა თქვენი ბედი, იმიტომ რომ ესეთი განცხადება გააკეთა.
იმიტომ რომ ვის უნდა უნდოდეს ახლა კობახიძის პოლიტიკაში დარჩენა ძვირფასო მეგობრებო აი ვინმეს უნდა არის ეგეთი ადამიანი ვინც აი გავარდება და იმის გამო რომ აი კობახიძე პოლიტიკა არ დატოვოს ამის გამო მიაწყდება საარჩევნო უბნები პირიქით ეს რო თქვი ხალხი უფრო მიაწყდება რომ ოღონდ წახვიდე აი ესეთი შემართებით იქნებიან ისე შეიძლება კობახიძემ ჭკვიანური გათვლა გააკეთა ოპოზიცია ვალში იქნება მის მიმართ იმიტომ რომ ეხლა გაიგე ეხლა ბუბაკი კაბიძის პირველ ნომრად ჩაწერის პიარმა მიშას ჩართვებმა გაამარჯვებინა ნაციონალურ მოძრაობას თუ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამ ეხლა ამიტომ ესეც საფიქრია სხვა განცხადებად გააკეთა ირაკლი კობახიძემ მოდით მოგიყვებით რა თქვა ესე იგი კობახიძემ ესეთი რაღაც განაცხადა რადიკალური ოპოზიცია აპირებს ბიულეტენების გამოტანას სიების ჩამოხევას და აჟიოტაჟის ატეხვასო მარკირებით მივლენს სხვადასხვა უბნებზე თითქოს ოცნების ამომრჩევლები არიანო და შესაბამისად ესე გააყალბებენო რა არჩევნებს მოკლედ ირაკლი კობახიძემ დაწრულებით მოგვიყვა გეგმა თუ როგორი ფორმით აპირებს არჩევნების გაყალბებას ქართული ოცნება ამას ქვია ალიბის შექმნის წარუმატებელი მცდელობა ძვირფასო მეგობრებო თვითონ მოგვიყვა რომ მე ოპოზიციასო გადააბრალოს მეგობრებო ამით არ დასრულებულა კობახიძის ფანტაზია მამკაცრი სახით და ოდნავ აკანკალებული ხმით განაცხადა რომ ჩვენო გავარკვიეთო და დავადგინეთ რომ ნაციონალებს აქვსო საიდუმლო რევოლუციური შტაბიო რომელსაც მერაბიშვილი ხელმძღვანელებსო და ნუ რევოლუციას გეგმავენო რა ესეთი რაღაც თქვა ირაკლი საიდუმლო შტაბი კი არა დღისით მზისით ტერორისტი დატანტალებს ზუგდიდის ქუჩებში და ის ვერ დაგიკავებიათ რა საიდუმლო შტაბია ეს გამაგებია რაც შეეხება ბადრი ესებუას იცით ეს ზუგდიდის ბანკის დამყაჩაღებელი ადამიანი როა გუში მთავარ მარხმა მოიპოვა ვიდეო ფოტო მტკიცებულება სადაც ბრალდებული მშვიდად გადაადგილდება ზუგდიდის ქუჩებში მოკლედ თელი კვირა ხო ეკაიფა ეს ბადრი ესებუა ამ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ეს ისეთი ნაგლია რომ შეიძლება ხვალ არჩევნებზეც მივიდეს და ხმა მისცეს თან ამ ხელისუფლების წინააღმდეგ იმიტომ რომ ამასაც ნერვები ეშლება რომ ვერ იჭერენ ეს უნიატოები მიხდით რაშია საქმე მოკლედ ბანკის ზარცვა გააშუქა მთავარმა მე ბანკი და ლაივი ჩართო მთავარმა მე დავნაშავე დაადგინა მთავარმა ეხლაც გადაცემა რომ დამთავრდება ნიკა გვარამიას უნდა გავყვე ესებუას ადგილსაყოფელი დაუდგენია და მის დასაკავებლად გავდივართ მე გვარამია და დიკო ჯოჯუა იმიტომ რომ შინაგან სამინისტროს ახლა რა ვიცი მაგათ იმედზე ხა ჩემი ტერი ესებუას თემაზე ძალიან უცნაური პოზიცია აქვს შინაგან საქმეთა მინისტრს გომელაურს მან განაცხადა რომ რა პრობლემაა უკაცო ერთი კვირა კი არა შეიძლება ერთი თვე ვდიოთო რა არის მე ამაში რა პრობლემას ხედავთო ბატონო ვახტანგ ერთი თვე ძალიან ბევრია თქვენ ძარცველს დაძდევთ თუ მევალეს აი გამაგებინეთ მართლა მევალესავით დაძდევენ სიმართლე რო გითხრათ იმიტომ ფული აქვს წაღებული აშკარად და იმ ფულის დაბრუნება უნდა მალე შეიძლება გომელაურმა გააკეთოს აი ესეთი განცხადება რა განერვიულებთ კაცო გამოჩნდება საწავ არ არის გამქცევი აი შინაგან საქმეთა სამინისტრო ეგეთ განცხადებებს აკეთებს ზოგადად ქვეყანაში კრიმინალურ შემთხვევებმა ძალიან იმატა განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირის მანძილზე როგორც ჩანს კრიმინალებმა სიგრძნო რომ ხელისუფლება იცვლებაო და მოსწრებაზე არიან როგორც კოვიდის დროს დაცარიელდა დახლები კრიმინალიც ესეა აცარიელებს ქვეყანა ძვირფასი ნივთებისგან ამიტომ მიდის ეს სწრაფი ტემპებით კრიმინალის მატება იმითაც აიხსნება რომ ძალოვნები 100%-ით გადართულები არიან არჩევნების თემაზე როგორც თავარ მარხმა გაარკვია სუსის თანამშრომლები ჩართულები არიან რეგიონებში ამომრჩევლების მოსყიდვაზე ფაქტიურად თბილისში სუსის თანამშრომელი აღარ დარჩა აი სუსის თანამშრომელი წამლად რომ დაგჭირდეს წამლად კი არა წამლის ჩასადებად რომ დაგჭირდეს ხო აი კაც ვერ ნახავ ვიფასო მეგობრებო ამ ქალაქში სუსის ამდენი თანამშრომელი ერთდროულად მხოლოდ აღდგომას ჩადის რეგიონებში პრინციპში ამათთვის ეს არჩევნები აღდგომაც არის ახალი წელიც და ყველა დღესასწაულია გავრცელდა ინფორმაცია რომ ჯარისკაცების გაუშვეს რეგიონებში ხმების მოსაგროვებლად ესე იგი იქეთ სუსი აქეთ ჯარისკაცები მოკლედ ქვეყანას რომ ტერი შემოესიოს ბადრი ესებუას იმედზე ვართ დარჩენილები ძვირფასო მეგობრებო იმიტომ რომ ძალოვნებიდან მარტო მაგას ცალია მართლა მაგას ცალია მარტო რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა აუდიო ჩანაწერი სადაც ერთმანეთს ესაუბრებიან ლაგოდეხის მერი და ლაგოდეხის მკვიდრი ნახოთ მოქალაქე და მოვისმინოთ ეს აუდიო ჩანაწერი ძვირფასო მეგობრებო ელიტარია ფული არ განაგიყადია ახლა მომენტია 50 ლარს საარჩევნო რა ვიჯო რა ხუია ხედა ადგილა ისემ შეტყობენ ვიღაცა კარბლ ამას უყურე ერთი შეეცარა მითხარი შენი ჯაჯა
შენ შენი და შენი ნახე სადაც დაკილეკავ თავის მომართლა შენ ბლე ხო კი ბახაში ყურეთი მართლა მოусმინეთ ხო როგორ იგინებოდა მოქალაქე ძვირფასო მეგობრებო რა გჭირს კაცო ამ მოქალაქეებს რა გჭირთ ხო უნდა იცოდე ამ ხელა კაცმა რომ მერი როცა გაგინებს მოქალაქეს გაქვს თმენის ვალდებულება თან თავის დროზე შენი არჩეულია და რა ვიცი თუ გინდა ისევ ეს აირჩიე და ისევ გაგინებს როგორც გინდა პრინციპში ხვალ არის არჩევნები რომ იცოდე და შეგიძლია რაღაცე გადაწყვეტილება მიიღო თურმე დიდი ხნის განმავლობაში აგინეს ერთმანეს ამათმა ამ დროს მე რომ გათიშეს ტელეფონი და სხვას დაურეკავს ლაგოდეხის მერთან და ოპერატორმა უპასუხა ნომერი დაკავებულია რომ მორჩება საუბარ თქვენ მოვთ დედის ანუ ესეთი თვითონ ოპერატორმაც ესე უთხრა მე ცუდი სიტყვები არ მჩევია მაგრამ აი ვიდეო მაიძულა ძვირფასო მეგობრებო ამიტომ გიხდით ბოდის არჩევნების მოახლოებასთან ერთად დიდი არეულებაა ბიძინას და ქართული ოცნების მომხრეთა რიგებში ნაწილი ტოვებს ოცნებას ნაწილი პირიქით ამხნევებს და მხარს უჭერს მოდით ჯერ განვიხილოთ შემთხვევა როდესაც ოცნების მომხრე ვიდეო პერფორმანსით ამხნევეს მართველ პარტიას თქვენს წინაშეა ქართული ესტრადის ქოცი მომღერალი არჩილ ფურცელაძე ნახოთ არანაცებს არც ხმას ოცებს მე მხარს უჭერ მხოლოდ ქოცებს არანაცებს არც ხმას ოცებს ნუ გიგვით და ნუ გაოცებთ მე მხარს უჭერ მხოლოდ ქოცებს შორს გავივიქცევთ და ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს მეგობრებო აჩი ფურცელაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა ხვალ თურმე გადაჰყავთ ქართული ოცნების ოფისის ინტენსიური თერაპიის პალატაში არჩევნების შედეგების შემდეგ ექიმები არ გამორიცხავენ სიტუაციის გაუარესებას. ამიტომ ვაცადოთ ექიმებს მუშაობა და დავველოდოთ შედეგებს. აი, რას ემსახურება ახლა ეს ვიდეო ძვირფასო მეგობრებო. ჩემი აზრით აჩი ფურცელაძემ წარმოგვიდგინა ორიგინალური ნომერი ქართველი სამურაის მუსიკალური ჰარაკირი. შენივე ხელებით ბასრის სიმღერით როგორ იფატრავ კარიერას. ესე გამოუვიდა ბატონ არჩილს. ახლა კი შემთხვევა, როცა ოცნების მომხრეები რადიკალურად შეიცვალნენ. რამდენიმე დღის წინ ეკა კვესტაძის გადაცემაში სტუმრად ეწვია სოსო ჯაჭვლიანი, რომელმაც განაცხადა, რომ ის ტოვებს ქართულ ოცნებას და უნდა შეიცვალოს ეს რეჟიმიო. ამ ფაქტის შემდეგ ქართულ ოცნებაში ახალი წყევლა გაჩნდა. შენ მენახე მთავარ არხზე ალაპარაკებულიო. ესეთი წყევლაა, თვითფასო მეგობრებო. სხვათა შორის ამას წინათ სახში რომ მივდიოდი, აკლემი შემომხვდა. გავყევი უკან, გავყევი და სოსო ჯაჭვლიანის კარებთან დაიჩოკა თვითფასო მეგობრებო. ხო და გამოვარდა ეს სოსოც და დაუწყო ამ ოცნებას გინება. ასეა ძვირფასო მეგობრებო, როცა უსამართლო ქვეყანაში ცხოვრობ, ყოველთვის ფანჯარაში უნდა იყურო. შენ სახლს აკლები ხომ არ უახლოვდება შემთხვევით. რო იცოდე. ამიტომ ხალ გაქვთ არჩევნებზე წასვლით ერთადერთი შანსი იმისა, რომ დააჩოქოთ არა აკლები, არამედ მოქმედი ხელისუფლება. სხვა რაირად რა გითხრათ? რანაირად? სხვა რა ენაზე გელაპარაკოთ? ამ კვირაში ასევე საინტერესო სტუმარი ყავდა ნიკა გვარამიას კვირის აქცენტებში ინტერვიუ მისცა ქართული ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა ელდარ გოგოლაძე. მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს 2003 წელსაც უნდა ხელისუფლებაში მოსვლა კრემლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებითო. ისე ნეტა მართლა 2003-ში მოსულიყო და გლანდების ოპერაციასავით ადრეულ ასაკში მოგველია ეს კაცი. ახლა როცა დასრულებრივად გვიჭირს მოცილება, მტკივნეულია, დიდები ვართ უკვე, 1000 გართულება აქვს თვითფასო მეგობრებო. მოკლედ, მთელი ინტერვიუის განმავლობაში გოგოლაძემ მოყვა ყველაფერი თუ როგორ მართავს ბიძინა ივანიშვილს პუტინის ადმინისტრაცია. ერთი სიტყვით, ძვირფასო მეგობრებო, ხვალ გვაქვს შანსი არჩევნებზე ამათ ჩაუტაროთ რუსული დუმიდან გამოსვლის სპეცოპერაცია. აი როგორც ბადრი ესებუა გამოვიდა ზუგდიდის ბანკიდან, ისე უნდა გამოვიდეთ რუსული დუმიდან, მეგობრებო. ოღონდ აი ასე, ხელაწეული, ხო იცი ხელში ამიჭირავს. ხო, აი ეს მიჭირავს რაღაცა. ბანკიდან როგორც გამოვიდა ის კაცი. ძვირფასო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა, თამუნა დაუკარი. ჩვენ შოუს მუსიკალურ აფორმებს ბენდი თამუნა ლეპოუ.